ვიღებ აფინაჟის სრულ ვიდეოს. აი აქ მომიგროვდა კონტაქტები ძველი ნივთებიდან. სუფთა მოოქროვილი კონტაქტებია ძველი რაღაცა რადიო ელექტრო ნივთებიდან. მინდა გითხრათ, რომ უმეტესობა ადამიანების არ იმსახურებს ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ძალიან ასეთი უმადური და რაღაცნაირი საზღარი ადამიანები არ მინდა ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ ზუსტად გადმოსცემ ჩემს ემოციას, საზღარი გაგების ადამიანები შემოდიან და აი აუც ასეთი დოზის უმადურობა და ასეთი დოზის ვირთხობა საზოგადოებაში, რა ვიცი, აი ამ სოციაქტიურობა ძალიან ბევრი მანკიერი რაღაცები დამანახა ადამიანების, მაგრამ არა უშავს. იმათთან ერთად ხვალში არ მოგხარშავ და ვინც იმსახურებთ, გაჩვენებთ სრულ ვიდეოს აფინაჟისას და ჩაუჯექით. ძალიან ცოტა გამოხდილი წყალი, ისე რომ მასალა უბრალოდ დაიფაროს, აზოტმჟავა. მანამ ეს ჩაიფილტრება ვამზადებთ რკინის ძაღას. ნახეთ როგორი ჯანმრთელი რკინის ძაღაა, ამას ყიდულობს სამგორში ლადოსთან. ვიდეო რომ გადაღებული. ნუ სამი კოუზი ეყოფა. არ დაგენანოთ ხოლმე რკინის ძაღა. მაგრამ ნუ მოდი მე მაინც 4-ს ვიზავ. აია, ცოტა მეტ სტაჟი. აი ესე. და ისევ გამოხდილი წყალი. ესეც უნდა ადუღდეს მეგობრებო. ჩვენი რკინის ძაღაც ადუღდა. წინასწარ მაქვს გამზადებული სამეფო 5-1-ზე. ამასობაში ვამზადებ გასაფილტრად ბამბის დისკს. ჩვენი ოქროები მთლიანად გაიხსნა და წინ არის ახლა უკვე გადაწურვის პროცესი. ახლა უკვე ხდება შარდოვანათი განეიტრალება და აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ნახეთ, სულ რამოდენიმე მარცვალს ვიღებთ, იმიტომ რომ შევამოწმო რამდენად ფიცხია ახლა ეს. ძალიან ფიცხია. ხედავთ, როგორი რეაქცია აქვს. აქ რომ ჩამეყარა ბევრი, ახლა აქ მოხდებოდა სერიოზული ვულკანური რეაქციები. ამიტომ ნამცეც უნდა დაიწყოთ ყოველთვის დაიმახსოვრეთ. რეაქცია შეწყდა, ჩვენი აზოტი განეიტრალდა და ახლა უკვე გადავდივართ ყველაზე მთავარზე, რკინის ძაღათი ოქროს დაჯენა. რკინის ძაღაც მზად არის, ორივე კომპონენტი და ნელ-ნელა უნდა ჩავასხათ და ფერი უნდა შეიცვალოს. ჩვენს თვალწინაგე ყავისფრად აიღურა. if. ყველაფერი კარგად გამიკეთებია. კარგია. ნახეთ. თქვენ ვერ აღიქვამთ, ხო? ეს ყველაფერი ნელ-ნელა ყავისფერი ხდება. ყავისფერი რო ხდება და თავზე რო ესეთი ქაფს იკეთებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ. ამას ქვია ოქროს როგორ არის? ოქროს ფენა რა ერთ სიტყვით რა. აჰა, ყველაფერი სწორად არის. ძირში აი ეს ყავისფერი მასა ნიშნავს იმას, რომ ოქრომ აღდგენა დაიწყო. ეს არის ოქრო, მეგობრებო, მომილოცეთ. წარმატებით გავართვი თავი ამ გამოწვევას. ამას დავტოვებ ერთი ღამით, იმიტომ რომ კარგად უნდა დაილექოს. მოკლედ ასე მეგობრებო, რასაც დაბლა ხედავთ, ეს არის უკვე სულ ოქრო დამჯდარი, ახლა ამას წყალს გადავუღრე, ამ ოქროს გამოვდევნი აქედან, გავაშრო, გავახმობ და მე რო უკვე დავწოვ. გადავწურე მშვიდობით და ვიწყებ გაშრობას. გაშრობას ისე, რომ ფაქტიურად უნდა გახმეს. აი ეს ლექი, მეგობრებო, არის ოქრო. ესეც ასე მშვიდობით გადავიტანე და ახლა ეს უნდა კარგად მაგრად დაიპრესოს. ისე რომ ტაბლეტის ფორმა მიიღოს, რომ წვაში გაგვიადვილდეს. ზოგი ამას ქაღალდით აკეთებს, მაგრამ მე ასე მირჩევნია. მნიშვნელოვანი პროცესია ასევე ტიგელის მოკალვა. ეს უნდა მოიკალოს. იმისთვის რომ კარგად გამოუწვათ შეგნით რაღაცები. წინასწარ მოიმზადეთ წყალში გახსნილი ლიმონმჟავა, იმიტომ რომ გახურებულ ოქროსო ჩააგდებთ, ბურა ამან უნდა გააცალოს. გადავიტანეთ ჩვენი ოქრო და წავიდა ამის გამოწვა. ნელა მივიღებთ სულფასოვან ოქროს. ნელა მივიღეთ სასურველი წვეთის ფორმა და უკვე დროა გადავიტანო.
იბონჟავაში რომ გავაცალოთ ბურა. ჩვენი ოქროს წვეთი მზად არის და გაწმუნებთ რომ მივიღე უმაღლესი სინჯი. ნახოთ ლაბორატორიაში რა გვეთქვიან, ეს უკვე მზად არის იმისთვის რომ გადავიტანო და ბურისგან გავასუფთავო. ეს თავზე რაც აქვს, ეს არის ბურა. 1000%-ით გაწმუნებთ რომ ეს არის ბაჯაღლო, მეგობრებო, ახლა ამას წავიღებ ლაბორატორიაში, ჩავაბარებ და ნახოთ, რამდენს მომცემენ. ჯერ ნახოთ, რამდენი გრამი გამოვიდა. ნახეთ რა ლამაზია. შეხედეთ რა ლამაზია. ეს არის 100%-იანი ბაჯაღლო. როგორც ხედავთ, 0-0-ია და ნახოთ გრამი და 27. ეს არის დაახლოებით 270-280 ლარის ამბავი.